16 აგვისტოს ფოთში კეფალის ფესტივალი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი განახლებული ფორმატით ჩატარდა და მას საექსკურსიო სახე ჰქონდა. გამარჯობათ მეგობრებო, დღეს 16 აგვისტოა 2025 წლის და კეფალის ფესტივალი დაპირებისამებრ დაიწყო. დილა ჯერ კიდევ 10 საათს ახალი გადაცილებული არის, ველოდებით სტუმრებს და ვართ შესანიშნავ ადგილას ფოთის მარგალიტი, ფოთის ავიზიტო ბარათი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ჩემს უკან გაშლია უბწყინვალესი პალიასტომის ტბა. კეფალის ფესტივალი იწყება პალიასტომის ტბიდან. ჩემგან ხელმარცხნივ მეთევზეები კეფალს იჭერენ, ჩემს უკან არის პანტომი, რომელზეც ჩვენ გავისეირნებთ პალიასტომის ტბაზე და რაც შეეხება სეირნობას და ექსკურსიას. თავარი სიახლე კეფალის ფესტივალის არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ახალი ფორმატი ექსკურსია ფოთში. ისეირნეთ და დაისვენეთ ჩვენთან ერთად, კეფალის ფესტივალთან ერთად და დღეს ჩვენ დილიდან ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო მივიწყებულ და ექსკლუზიურ ადგილებში გავისეირნებთ კეფალის ფესტივალთან ერთად. და როგორც გითხარი, ჩვენი დღე იწყება ორგანიზატორთა განცხადებით ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ფესტივალს ჰყავდა სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტურისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კოლხეთის ეროვნული პარკი, ენახათ ყველაზე ძველი სახლი ფოთში. სტუმრებს თავად ფოთელებმა უმასპინძლეს. სპეციალურად კეფალის ფესტივალისთვის გაიღო ხელოვან ბორის პაპასკუას სახლისკარი, რომელშიც განსაკუთრებით იგრძნობა ზღვის სიყვარული და იქ არაერთი შედევრი დახვდათ. ფოთის ცენტრალურ პარკში ჩატარდა არგო-კვესტი, ასევე მოეწყო გამოფენები, ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. შარშან წელსაც ვთამაშეთ მე და სესილი არგო-კვესტი და წელსაც ისეთივე დადებითი ემოციებით ვარ დამოხტული როგორც შარშან. ბევრი საინტერესო და სახალისო კითხვა იყო, ბევრი სირთულეც, მაგრამ ამოხსენით ეს სირთულეები და გირჩევთ ყველას, რომ მომავალი წლიდან არ გამოგრჩეთ და შემოუერთით კეფალის ფესტივალს და არგო-კვესტს. სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ფოთის პირველ საჯარო სკოლაში ქიმიური ცდები ჩაატარა ფოთის დამსახურებულმა მასწავლებელმა ნატრული ტაბიძემ. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ქალაქში კიდევ ერთი კარგი ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ქვია კეფალ ფესტი, რომლის ორგანიზატორი არის ქალბატონი ნანა ტაბიძე, რომელიც ეს არის ტრადიციული ღონისძიება, რომელიც ფაქტურად რამდენიმე წელია უკვე სტარდება და ძალიან მიხარია, რომ ამ ღონისძიებაზე უამრავი სტუმარი ჩამოდის და სხვადასხვა პროგრამებით, რომელიც გაწერილია მთელი დღის განმავლობაში და ერთ-ერთი მონაწილე, ერთ-ერთი სტუმრის რანგში, თუმცა არა მარტო სტუმრის, არამედ მე წარმოადგენა ქალაქის მუნიციპალიტეტს, რომელიც გვერდში უდგას მაქსიმალურად რომ ხელი შეუწყოთ ამ ფესტივალის განვითარებას, იმიტომ რომ ეს არის მართლაც საინტერესო ღონისძიება და სადაც მონაწილეობს უნიჭიერესი გამორჩეული ახალგაზრდა ადამიანები ჩამოსული სხვადასხვა ქალაქებიდან, ქვეყნებიდან და მე მახარებს რომ ყოველწლიურად არეალი ტურისტების უფრო იზრდება და მე ვფიქრობ რომ მომავალ წლის ღონისძიება კიდევ კარგი და საინტერესო იქნება. ვიწყეთ. ძირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს ჩავატარეთ კეფალის ფესტივალი. ფოთში ჩატარდა ეს ფესტივალი ახალი ფორმატით, ეს უნდა დავიმახსოვროთ. ეს ფორმატი არის ექსკურსია, ფესტივალი ექსკურსია. დღეს ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრები, ჩამოვიდნენ ბათუმიდან, ქობულეთიდან. რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავხსენით ფოთელების კარები. ოჯახებში იყო ამ ტურისტების გაცნობა, ლაპარაკი, ღიმილი და ძალიან კარგად გავატარეთ დრო. მთავარია ის, რომ ფოთში ექსპერიმენტები უფრო ბევრი ჩატარდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე და ბევრი მომავალი გეგმები გვაქვს. ასე რომ ძალიან გვინდა, რომ ეს მომავალი გეგმები იყოს თქვენთვის ფოთელებისთვის სასურველი. ფესტივალი მიზნად ისახავს ფოთის როგორც ტურისტული ქალაქის პოპულარიზაციას.